ხუთი ყველაზე დიდი შეცდომა საძირკვლის ჩასხმისას. პირველი, საძირკვლის ჩასხმის დაწყება გეოლოგიური დასკვნის გარეშე. გეოლოგიური დასკვნა გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იმისათვის, რომ შევარჩიოთ სწორი საძირკველი და გავაკეთოთ სწორი მომზადება, ანუ ბალიში. მეორე ეხება ბალიშს, არასწორად გაკეთებული ბალიში, ანუ ნაკლები ფენა ხრეშია თუ ბალასტია, ან პირიქით დიდი ფენა და არასწორად დატკეპნილი ბალიში. ეს ძალიან ხშირად იწვევს იმას, რომ საძირკველი იჩენს ბზარს, ან სახლი ჯდება არათანაბრად. მესამე, არმატურის არასწორი შეკვრა. ამას გავყოფ სამ ნაწილად. პირველი, არასწორად შერჩეული დიამეტრი, მეორე, არასწორად შერჩეული ბიჯი და მესამე, არმატურა იდება ეგრევე ნიადაგზე და არ იცავენ დამცავ ფენას. ეს არის უმნიშვნელოვანესი შეცდომა საძირკვლის მოწყობისას. მეოთხე, ბეტონის ნაწილ-ნაწილ ჩასხმა. ცოტას დღეს ჩავასხავ, ცოტას ხვალ ჩავასხავ, ცოტას ზეგ ჩავასხავ. ეს არის უდიდესი შეცდომა. ეს იწვევს ციურ ნაკერებს და შემდეგ ბზარებს. საძირკველი უნდა ჩაისხას ერთიანად. მოვიდა საკმარისი ბეტონი და ჩაისხა მთლიანად. მეხუთე, ბეტონის მოვლის არ ქონა. ანუ ბევრს გონია, რომ ბეტონი რო ჩაისხა, ამით საძირკვლის მოწყობა მორჩა. ბეტონს უნდა პირველი დატენიანება, მეორე უნდა დავიცვათ მზისგან და ქარისგან. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით. რაც შეეხება თქვენს მშენებლობას, გამომიგზავნეთ პროექტი PDF ფაილით და დაგითვლით ხარსაღრიცხვა.